მშრალი ხიდი ეს არის კლასიკური ბაზარია და არც უბრალოდ ტურისტული ადგილი. აქ შეგიძლიათ ისეთი ნივთები ნახოთ, რომელთაც ისტორია თანძდევს. არა წიგნებში აღწერილი, არამედ პირადი, ადამიანური ისტორია. ძველი ფოტოები, ფირფიტები, კამერები, ხალიჩები, ნივთები, რომელსაც წარსული არ დაუიწყებიათ. და თუ ცოტა ხნით გაჩერდებით, შესაძლოა იგრძნოთ, როგორ იწყებს ეს ხიდი თქვენთან საუბარს. მშრალი ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი თბილისის ცენტრში, ვერეს ხეობის თავზე მდებარეობს და ორ მნიშვნელოვან ქუჩას, ივანე ჯავახიშვილისა და რუსთაველის გამზირს აკავშირებს. ხიდი აშენდა მე-19 საუკუნეში, დაახლოებით 1850-იან წლებში, იმ დროს, როცა ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მდინარე ვერე მიედინებოდა. სწორედ ამ მდინარის თავზე გადადებული ხიდი იყო ქალაქის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი. მდინარის დაშრობის შემდეგ ხიდმა ფუნქცია შეიცვალა. მან მიიღო სახელი მშრალი ხიდი, იმიტომ რომ ქვეშ აღარ იყო წყალი და თანდათან გადაიქცა ხალხისთვის გასაყიდი ნივთების და ანტიკვარიატის ბაზრად. 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა საჭიროება, რომ ადამიანებს საკუთარი ნივთების გაყიდვით ერჩინათ 2015 წლიდან იმყოფები ამ შალხიდზე. ორი შემთხვევით ხდება, ზოგი გაჭირვებით ხდება, ზოგი გინდა არ გინდა უნდა ივაჭო რაღაცა თავი გაიტანა. ხოდა აი 2015 წლიდან ამ საქმეში ჩავერთე. ავყიდი აპარატურას, ტექნიკას. ამ ნივთებს მე ბავშვობიდანვე ვიცნობ. ზოგისთვის ახლა საინტერესო, იმიტომ რომ თვალით არ უნახია და თვათ აქ რო ხედავენ, გაკვირებულები არიან. უიეს რა მაგარი ეს არის. მიუხედავად ხიდზე დასადგურებული ნოსტალგიისა, გამყიდველები იუმორით იხსენებენ ძველ ქალაქურ ამბებს. არის ახლა აქ საინტერესო მაგიტოფონები, იუმორის იმით მოუყვები ახლა ამ მაგიტოფონზე. ამას ქვია TKR. ეს იყო საოცნებო ახალგაზრდებისთვის 70-იან 80-იან წლებში. აი მაგიტოფონს შეეძლო შენახა რამოდენიმე ოჯახი. ეხლა რატო? მე რომ ყავდა ჟიგული და ჩავაყენებდი მომპარავდნენ. ამ მოპარული თაღით მაგიტოფონით მე გაყიდნენ სხვა ვიღაცაზე. იმაღებული მოგებით ოჯახს ინახავდნენ. მე იმას ვინცაც გაყიდე, იმასაც მოპარავდნენ და აი ესე ტრიალდებოდა. ეს მაგიტა, აი ეს სახეგაზღული TKR. მაგითა საინტერესო. და მშრალ ხიდზე ასევე შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ხელნაკეთი ნივთებით ვეჭრობენ. ქალბატონი მადონა უკვე 22 წელია, რაც თექაზე მუშაობს და დაახლოებით 10 წელია, რაც მის ნამუშევრებს მშრალ ხიდზე ყიდის. თავდაპირველად ეს უბრალოდ ხელსაქმე იყო, გატაცება, რომელიც სახლში დაიწყო. დღეს კი მისი ნამუშევრები მისი შემოსავლის მთავარი წყაროა. თითეული პატიძნა დეტალი მის ხელში მზადდება მოთმინებით, სიყვარულითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. ჩემს მეგობარს აქვს აკადემია დამთავრებული სამხატვრო. და მე მაშინ ზოგადად განათლებით იურისტი ვარ. პირველი დავამთავრე თეატრალური სამსახიობო. და მე ჩავაბარე იურიდიულზე. დავამთავრე ეს ინსტიტუტიც, რაც ჩემმა დექალმა მითხრა, რომ მოდი არ გასწავლო, არ გინდა გასწავლო, მაგარი რაღაცაო, საინტერესოაო რა და. ზოგადად მხატვრობასთან ძალიან მწყრალად ვარ. ფუნჯი არ მჭერია ხელში, მაგრამ ვისწავლე მე იმ პერიოდში მუშაობდი და აღარ გამივითარებია. ეს იყო ალბათ 2003-ში დაახლოებით. დავჭი უმუშევარი, დამიხურეს ჩემი იურიდიული კომპანია მქონდა და მე მოვსინჯე და მოვიდოდი აქ. რაღაც ხო უნდა მეკეთებინა და ეს გავაკეთე, მოვიტანი აქ, ჩავაბარე, წარმატებით გაიყიდა რაღაცა. მე მომეწონა, იცი, აი საინტერესო იყო რაღაცა. ჯერ გავტირებულ ვარ, იცი. აი გავეტირები ხოლმე, ხანდახან აი ძალიან კაი როა რაღაცა. აი ხო, კი, როგორ არა, რაღაცა არის ესეთი, რასაც ვერ გაიმეორებ. და რაც ძალიან კაია და თან რო გენანება, მაგრამ როგორი მიდგომა აქ, იცი? მენადაც ყველაფერი შენ თვითონ აკეთებ და შენს ხელში გამოივლება, რასაც ქვია. დღეს მშრალი ხიდი ერთდროულად არის ძველი ნივთების ბაზარი, ღია გალერეა და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხასიათიანი კულტურული კერა. მისი უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ აქ ერთმანეთს ეჯახება პირადი ისტორიები და კოლექტიური მეხსიერება. გამყიდველების აზრით, მომავალში მშრალი ხიდი დიდი ალბათობით კიდევ უფრო განვითარდება. გადაიქცევა ღია კულტურულ სივრცედ, სადაც ძველი ნივთების ყიდვა და მათი მოსმენა თანაბრად მნიშვნელოვანია. მოხშირდა ჩვენი ადგილობრივი მსურველებიც. ყიდულობენ ფოტოაპარატებს, რაღაც ნივთებს ყიდულობენ, კი.